მოგესალმებით, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ თუ რას ნიშნავს ტესტირება, ტესტირების რეჟიმი. ამისათვის გადავიდეთ სიაში. ტესტირების გამოძახება ხდება აღნიშნული ხილაკით, ხატულათი ტესტის დაწყება. თუმცა სანამ აღნიშნულ დავაჭერთ და გადავართ ტესტირებაში, ვთქვათ ესეთი რამ, რომ ჩვენ შეგვიძლია მიზნობრივად ვიმუშაოთ ამა თუ იმ ჯგუფზე, ანუ ტესტირება გავიაროთ მთლიანად წიგნის დონეზე, ან ვთქვათ კონკრეტული თავების დონეზე, ან კონკრეტული ჩვენთვის სასურველი კრიტერიუმით შერჩეულ ტესტებზე. შეიძლება იყოს მაგალითად ჩვენ მიერ მინიჭებული სირთულის დონეები, ტესტის რეიტინგები და ასე შემდეგ. ანუ ვთქვათ ამ შემთხვევაში პირობითად ჩვენ მიზანს შეადგენს მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და ვთქვათ მე-11 თავებში ტესტირება, ანუ ჩვენი ცოდნის გამოცდა კონკრეტულად სახელმდობ ამ თავებში. როგორც ხედავთ, 91 ტესტი აღმოჩნდა ამ 20 თავში, შესაბამისად ჩვენ უკვე ტესტირება შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ 91 ტესტის ფარგლებში. ტესტის დაწყებას დავაჭერთ. როგორც ხედავთ, გამოდის დაზუსტების ეკრანი, წიგნი F1, შერჩეული რაოდენობა არის 91. შერჩეული რაოდენობიდან გამომდინარე, მაქსიმალური ტესტის რაოდენობა შესაძლოა იყოს 40. როგორც ხედავთ, ეს არის 50%, ანუ მინიმუმ 50% მაინც უნდა იყოს ერთი ტესტის ტესტირებაში მოხვედრის ალბათობა, რომ ტესტს ჰქონდეს აზრი. ამ შემთხვევაში 80 ტესტიდან ჩვენც არ ვიცით, ანუ არავინ არ იცის რა ალბათობით და რა დაშვებით მოხდება ამ კონკრეტული 40 ტესტის ამოღება. ეს ხდება აბსოლუტური შემთხვევითობის პრინციპით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ 5-დან 40-მდე ტესტი ჩვენი სურვილისამებრ 5-ის ინტერვალით, ანუ მაქსიმალური შეზღუდვა არის 50. დავამატოთ კიდევ რამდენიმე თავი, რომ შევძლოთ 50-ის გავლა. ამ შემთხვევაში 198 ტესტი არის ჩვენ მიერ შერჩეულ ერთობლიობაში, მაგრამ მაქსიმუმ 50 შეგვიძლია გავიაროთ ტესტირებაში. ამ შემთხვევაში ერთი ტესტის ტესტირებაში მოხვედრის ალბათობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მცირდება, შესაბამისად ტესტი მით უფრო სასურველია, რაც უფრო დაბალი იქნება ესეთი ალბათობა. ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ ნებისმიერი რაოდენობით ტესტები, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველა ჯერზე გაიაროთ უფრო ნაკლები რაოდენობის ტესტები, მაგალითად 10, 15 და ან თუნდაც 5. და რატომ? როგორც კი დავაჭერთ დაწყებას, თქვათ ამ პარამეტრებით, ამ შემთხვევაში მოხდება 5 ალბათური ტესტის ამორჩევა და პროგრამა ავტომატურად მაშინათვე ამ 5-ვე ტესტს მიიჩნევს როგორც მცდარად, ანუ თითქოს თქვენ მცდარად უპასუხებთ პასუხი. მას შემდეგ, რაც თქვენ სწორად უპასუხებთ ამა თუ იმ ტესტს, მოხდება ამ ინფორმაციის კორექტირება. რატომ ხდება ეს? იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგიწევთ ან შეწყვეტავთ ტესტს, ან მოგიწევთ შეწყვეტა ინტერნეტის გათიშვის გამო, ან თქვათ რაღაც სხვა საქმე გამოგიჩნდებათ და ვერ დაასრულებთ ტესტს, ეს ტესტები ჩაგექმნებათ როგორც მცდარად ნაპასუხები ან პასუხის გარეშე. იმისათვის, რომ ეს რა თქმა უნდა არ იქნება რეალური შეფასება, ანუ თქვენ რო გქონდათ დრო და საშუალება მისულიყავით ტესტის ბოლომდე, ალბათ უფრო კარგ შედეგს გააფიქსირებთ. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სწორი რეალური წარმოდგენა შევიდგათ იმის შესახებ, თუ როგორია თქვენი ცოდნა, ამიტომ სასურველია, რომ მცირე რაოდენობის ტესტები გაიაროთ ხოლმე, რომ აღნიშნული შემთხვევა არ გქონდეს. ასევე გვაქვს გენერალური ტესტის არჩევის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, თუ დავაკვირდებით, ხდება ანუ ჩაიხსნება ყველა არსებული ფილტრი და შერჩევა მოხდება სრული ერთობლიობიდან, ანუ ამ შემთხვევაში 636. გენერალური ტესტი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ ტესტირებას, სადაც თქვენ არ იცით, ანუ მთლიანი რაოდენობიდან ხდება მოტანა ტესტების, თქვენ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ რა იქნება ეს და რომელი კრიტერიუმით იქნება შერჩეული, შესაბამისად რაოდენობად არის ფიქსირებული მხოლოდ 50 ტესტი. თუმცა მე მაინც გირჩევდით, რომ გენერალური ტესტისგან თავი შეიკავოთ და რა მოსაზრებით. ანუ თქვენ თუ გსურთ, რომ მთლიანი ტესტებიდან მოხდეს შერჩევა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააუქმოთ ყოველგვარი ფილტრაცია, ამ შემთხვევაში თუ გექნებოდა ფილტრიც გავაუქმებდით. ამ შემთხვევაში ტესტის
შერჩევა თავისთავადია რომ ხდება ისევ სრულიერთობრივებიდან, ანუ 636-დან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თქვენ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი რაოდენობით გაიაროთ ტესტი. ეს თავის შინაარსით იგივე გენერალური ტესტია, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გავდივართ მხოლოდ 10 ტესტს. გადავიდეთ, დავიწყოთ ტესტი, 5 ტესტი გავიაროთ 636-დან. როგორც ხედავთ, უკვე პროგრამამ ამოარჩია ეს 5 ტესტი აბსოლუტური ალბათობის პრინციპით. ნუმერაცია გვაქვს მოცემული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანი ნიშნავს, რომ მასალაშიც იგივე ნომერი გააჩნია. აქ ამას შეიძლება გქონდეს მაგალითად 217 ნომერი, მაგრამ იმისათვის, რომ ტესტირების რეჟიმში თქვენ ვერ შეძლოთ დადგენა თუ რომელი ტესტი არის, ამისათვის ხდება ამ ინფორმაციის დამალვა. ასევე იმალება ინფორმაცია თუ რომელ გვერდზეა კითხვა, რომელ გვერდზეა პასუხი. ასევე როგორც ხედავთ, ხატულები არ აჩვენებენ ინფორმაციას ამ კონკრეტულ ტესტთან მიმართებაში რა მაჩვენებლები გაქვთ დაფიქსირებული, ან ზოგადად რა სტატისტიკა არსებობს. ანუ თქვენ იმყოფებით რეალურად მაქსიმალურად მიახლოვებულ ტესტირების ფორმატთან, სადაც თქვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და უცხო ტესტი ყოველგვარ დამატებით ინფორმაციის გარეშე არის გამოტანილი თქვენ ეკრანზე პასუხის გასაცემად. განვიხილოთ ზედა ნაწილი, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩეროთ ტესტი. ამ შემთხვევაში ტესტები, რომლებზეც პასუხი არ გაგიციათ, ჩაგეთვლებათ როგორც არასწორად ნაპასუხი. მაქსიმალური ქულა, როგორც ხედავთ, პროგრამამ გამოითვალა როგორც 9, ანუ ქულა ყველა ტესტს რომ მოყვება, ქულები შესაძლოა ორქულიანი იყოს, შესაძლოა ერთქულიანი. შესაბამისად, ამ 5 კონკრეტული ტესტის ქულები ამოაჯამა პროგრამამ და თქვა, რომ მაქსიმუმ თქვენ შეგიძლიათ ყველა პასუხებს სწორად მიიღოთ 9 ქულა. თქვენი მიმდინარე ქულა ჯერჯერობით არის 0, შეფასებაც არის 0%. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება ამ შემთხვევაში გამოითვლება პროცენტული მაჩვენებელი თქვენი მიერ მიღებული ქულა და თქვენ შესაძლო მაქსიმალურ ქულას შორის. მაგალითად 9-ს თუ ავიღებთ, შეფასება იქნება 100%. რატომ ვაკეთებთ ამაზე აქცენტს, მოგვიანებით გამოჩნდება, რადგან რეიტინგის დათვლის პრინციპი ოდნავ განსხვავებული. შემდეგ ნახოთ, როგორც ხედავთ, მთლიანი დროის ტაიმერი მუშაობს, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ ერთ ტესტზე სტუდენტმა უნდა დახარჯოს კონკრეტული რაოდენობის დრო. მაგალითად, რადგან 2 საათი და 15 წუთი არის გამოცდის მთლიანი დრო და გვაქვს 50 ტესტის, საშუალოდ ერთ ტესტზე სტუდენტს უფლება აქვს, შესაძლებლობა აქვს დახარჯოს დაახლოებით 2 წუთი და 40 წამი. შესაბამისად, რადგან 5 წუთიანი არის, 5 ტესტიანი არის ჩვენი მიმდინარე ტესტირება, გამოითვალა მთლიანი დრო 12 და 30. ანუ ესაა ის მთლიანი დრო, რომელშიც უნდა დასრულდეს აღნიშნული ტესტირება. თუ ვერ მოვასწრებთ ამ დროში, ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად დასრულდება ტესტირება და რომელ ტესტებსაც არ ექნებათ პასუხი, ისინი ჩაითვლებიან სტარტ. გარდა მთლიანი ტესტირებისთვის განსაზღვრული ტაიმერისა, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ასევე კონკრეტული ტესტისათვის დრო, რომელიც, როგორც ხედავთ, 2 წუთის და 40 წამის გასვლის შემდეგ დაიწყო ციმცემი. ანუ გვაწყობინებს, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ ტესტზე უკვე დავხარჯეთ იმაზე მეტი დრო, ვიდრე საშუალოდ უნდა დაგვეხარჯა ერთი ტესტისათვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხის გაცემა გვესწრება, რადგან რეალურ რეჟიმშიც, როდესაც თქვენ ხართ გამოცდაზე, შესაძლოა ერთი ტესტის დრო მოახმაროთ მეორე ტესტს. ამიტომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გვაწყობინებს პროგრამა, რომ ასე რომ ვთქვათ, side note-ში ვართ, შესაბამისად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ და უფრო სწრაფად გავცეთ პასუხი. დროის კონტროლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენი საგამოცდო დრო არის შეზღუდული და ხშირ შემთხვევაში დრო და დროის მენეჯმენტი წარმოადგენს პრობლემას სტუდენტებისათვის. ცადოთ პასუხის გაცემა. პასუხის გაცემისთანავე ჩვენ ვხედავთ სწორია თუ არასწორი პასუხი. ეს ესე მივიჩნიეთ საჭიროდ, რადგან თქვენ პირობა წაგეთვლილი გაქვთ, პასუხები წაგეთვლილი გაქვთ და სასურველია მაშინათვე მოხდეს თქვენ გონებაში დაფიქსირება, სწორი იყო თუ არა თქვენი პასუხი, რომ უფრო კარგად დაგამახსოვრდეთ. ვთქვათ, დავაფიქსიროთ რაიმე პასუხები. როცა ჩვენ დავასრულებთ ტესტირებას, შეიცვალა ხატულა,
ამ შემთხვევაში ტესტირება დასრულებულია, ანუ ტესტირებაც არის ორი რეჟიმისგან შედგება. ესაა ტესტირების ტესტის რეჟიმი და ტესტირების განხილვის რეჟიმი. ჩვენ დავასრულეთ ტესტირების რეჟიმი, ეხლა უკვე პროგრამა გადასულია განხილვის რეჟიმში. შედეგები არის დაფიქსირებული მაქსიმალური 9 ქულიდან, ჩვენ ავიღეთ 4 ქულა და ჩვენი მიმდინარე ტესტის მთლიანი შედეგი არის 54%. როგორც ხედავთ, ჩანს, რომ ყველა გავლილი გვაქვს და სწორი პასუხები მონიშნულია შესაბამის ტესტებს. ვაჩვენოთ ქულა იმისათვის, რომ დავთვალოთ 2 ქულა ავიღეთ მეხუთე ტესტში, ასევე 2 ქულა ავიღეთ მეოთხე ტესტში, 2 ქულიანი და 1 ქულიანი სავარაუდოდ. ანუ დავკარგეთ 5 ქულა. როგორც ხედავთ, პროგრამას დამახსოვრებული აქვს ჩვენი პასუხი, სწორ პასუხს გვიჩვენებს, ასევე გვიჩვენებს რამდენი დავხარჯეთ დრო კონკრეტულ ტესტზე. ანუ განხილვა მნიშვნელოვანი ეტაპია ტესტირების, როცა თქვენ ბრუნდებით თითოეულ ტესტს და არჩევთ თუ რა შეგეშალათ, რატო შეგეშალათ, შესაძლოა ჩართოთ თეორიული მასალაც, ანუ გადმოიღოთ წიგნიდან ნახოთ ამ კონკრეტული ტესტის თეორია და კარგად თქვენ გონებაში დააფიქსიროთ თუ რა იყო სწორი პასუხი და რატომ მოხდა თქვენ მიერ შეცდომის დაშვება. აკონტროლებთ დროს, რამდენი დრო დახარჯეთ. ამავე დროს, როგორც ხედავთ, გააქტიურდა უკვე მარჯვენა და მარცხენა პანელები, ყოველგვარი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ გარჩევის შედეგად, გაანალიზების შედეგად შეუცვალოთ კატეგორიები, გააკეთოთ ახალი კომენტარები და ასე შემდეგ. მოახდინოთ შეცდომის შეტყობინება, ამავე დროს შეგიძლიათ დამატებით ინფორმაციაც ნახოთ. დამატებით ინფორმაცია სამწუხაროდ არ ჩანს, როგორც ჩანს პროგრამული ხარვეზია, რაც მოგვიანებით გასწორდება. ამავე დროს მიაქციეთ ყურადღება, რომ გამოჩნდა ტესტის ორიგინალური ნომერი, ანუ წყაროში, რაც არის 129 ამ შემთხვევაში. ხარვეზის აღმოჩნდის შემდეგ ჩვენ დავინახავთ ისეთივე დამატებით ინფორმაციას, როგორც ტესტირების მეცადინეობის რეჟიმში იყო, ანუ გამოჩნდება გვერდის ნომერი, გამოჩნდება კითხვის ნომერი, პასუხის ნომერი, ასევე თუ რომელ თავს ეკუთვნის აღნიშნული ტესტი. გარჩევის დრო შეუზღუდავია, თქვენ შეგიძლიათ კარგად გაანალიზოთ აღნიშნული ტესტი და მისი შედეგი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ ამ შემთხვევაში პროგრამა აწარმოებს სტატისტიკას, ანუ თქვენ რომ ტესტირების რეჟიმში გაეცით პასუხი კონკრეტულ ტესტს, ეს პროგრამა დაიმახსოვრა ტესტის დრო, თარიღი, ანუ როდის მოხდა კონკრეტული ტესტში ტესტირება ბოლოს, ასევე დაიმახსოვრა რეიტინგი. რეიტინგი ითვლება თუ რამდენჯერ მოხდა ტესტირებაში კონკრეტული ტესტი და აქედან რამდენჯერ მიიღო მან სწორი პასუხი. როგორც ხედავთ, ერთხელ არის ტესტი მონახვედრი, ერთხელ არის სწორად დაპასუხები, მაგრამ პროცენტი არის 0. ამაზე მოგვიანებით გეტყვით. ანუ რეიტინგი ითვლება არა ქულებიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია რომ განვასხვაოთ, არამედ რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენჯერ მოხდა, მაგალითად მოხდა 15ჯერ, აქედან თქვა 7ჯერ უპასუხეთ სწორად, შესაბამისად რეიტინგი იქნება 50%. რატომ არ მოხდა ამ შემთხვევაში 100%-ის გამოტანა? იმიტომ რომ პროგრამაში ჩადებულია ესეთი მექანიზმი, რომ თუ 3ჯერ არ მოხდა ტესტირებაში არ მოხდა კონკრეტული ტესტი, ისე რეიტინგი მაინც 0-ად ითვლება. ანუ რადგან ერთი ტესტირებიდან პირველივე სწორი პასუხი მოგცემდა 100% და ეს არც ისე მყარი იქნებოდა ეს შეფასება, ამიტომ გავაკეთეთ ესე, რომ მხოლოდ მესამე ჯერზე ხდება უკვე გამოთვლა და მანამდე მიიჩნევა, რომ ტესტს აქვს 0%-იან რეიტინგი. დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტჯერ არის ტესტირებაში მონახვედრი კონკრეტული ტესტი, მით უფრო მყარია ჩვენ მიერ მიღებული რეიტინგი. მაგალითად, 5 ტესტირებიდან მიღებული 50% უფრო ნაკლებ სანდოა, ვიდრე თქვა 25 ტესტირებიდან თუ 50 ტესტირებიდან. ანუ რაც უფრო მეტია სიხშირე, მით უფრო სანდო ხდება რეიტინგი. რეიტინგის დატვირთვა არის უმნიშვნელოვანესი ამ პროგრამის ფარგლებში. კერძოდ, თქვენ კონკრეტული ტესტისათვის გებულობთ თუ რა რეიტინგი გააჩნია მას. ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ, შეწონოთ ამ კონკრეტული რეიტინგის სანდოობა.
მოგვიანებით გარკვეული მეცადინეობების ტესტირებების შემდეგ ჩვენ გექნებათ საშუალება ეს ტესტები დაახარისხოთ უკვე ამ ნიშნით. კერძოდ აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი ტესტები ხშირად გეშლებათ, შესაბამისად დაბალი რეიტინგი აქვს, ზოგიერთი ტესტები არ გეშლებათ, იშვიათად გეშლებათ და აქვს მაღალი რეიტინგი, ანუ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიზნობრივად მეცადინოთ იმ ტესტებზე, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს ერთის მხრივ და დაბალი სიხშირე აქვს მეორის მხრივ. ეს უკვე ნიშნავს ეფექტურ მეცადინეობას, როდესაც თქვენ არ ცდებით ისეთ ტესტებზე, რომლებიც იცით, რომლებიც იშვიათად გეშლებათ, ამავე დროს კონცენტრირდებით ისეთ ტესტებზე, რომლებიც ხშირად გეშლებათ და ხშირად, ანუ თქვათ, შესაძლოა რომ აქვს მიზეზი იყოს, რომ თქვათ თეორიულად არ ხართ მომზადებული შესაბამის საკითხში. აღნიშნული ინფორმაცია გამოგვადგება მთლიანად თავის დონეზე ინფორმაციის განზოგადებისათვის, ასევე წიგნის დონეზე მონაცემების განზოგადებისათვის. თუმცა ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ შედეგებთან დაკავშირებულ ვიდეო გაკეთებაში. პრინციპში ტესტირების რეჟიმი გავიარეთ. როგორც ხედავთ, ტესტირების რეჟიმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პროგრამაში მუშაობის და სწორედ მისგან ხდება ძირითადი სტატისტიკის წარმოება. სტატისტიკა და ცოდნის შეფასების რეჟიმი წარმოადგენს ამ პროგრამის ყველაზე მთავარ ღირებულებით ნაწილს. აქვე ვთქვათ, რომ ტესტირების დროს თქვენთვის ხელმისაწვდომი იყო კალკულატორი, რადგან ტესტის პასუხის მოსამზადებლად შესაძლოა თანხმდეთ, ამავე დროს თქვენთვის ხელმისაწვდომი იყო ფორმულები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ გამოთვლებში. მადლობ ყურადღებისათვის.